Squid Game ხო გაქვთ ნანახი? კალმარის თამაშები ალბათ ყველას გაქვთ ნანახი. You can only choose one. Bread roll or lotto ticket. Now it's all up to you to choose which one you want. დღეს ვიდეოში ნახავთ რას აირჩევს ხალხი, საჭმელს თუ აზარტს. ის ვინც აირჩევს საჭმელს, დავასაჩუქრებთ, შევიყვანთ მაღაზიაში და ერთ წუთში, რასაც ხელს დაადებს, ყველაფერს ვუყიდით. მაგრამ ის ვინც აირჩევს ლოტოს, მიიღებს მხოლოდ პრიზს, რაც იქნება ლოტოში. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. მანქანის გათამაშება გვიახლოვდება. ეს მანქანა წინასწარ გეტყვით რო არის Peugeot, რომელი Peugeot-ა მაგას უკვე თქვენ თვითონ ნახავთ ვიდეოში. კომენტარებში დაწერეთ, რაში გამოგადგებათ ეს მანქანა. ყველაზე მეტი ლაიქი რომელ კომენტარსაც ექნება, ის მიიღებს ბილეთს გათამაშებაში უშუალოდ, ანუ VIP იქნება ესე რომ ვთქვათ რა. და რაც ყველაზე მთავარია, გამოიწერეთ Instagram, იმიტომ რომ Instagram-ზე ვისაც ვეყოლები გამოწერილი, პირველი გაიგებს სად, როგორ და რანაირად, ანუ არ გამოგრჩებათ გათამაშება, ხვდებით? პირველი ადამიანი ვნახე, ეხლა წამოდი ვნახოთ რას აირჩევს რა. გამარჯობა. მოკლედ, უფროსო. გაგვთ არჩევანი. რომელს აირჩევთ? საჭმელი ან ლოტოს ბილეთი? რომელი გირჩევნიათ? რომელს აირჩევთ? საჭმელს თუ ლოტოს ბილეთს? საჭმელი. არ ველოდი, გეფიცებით არ ველოდი. ეს აიღეთ. საღო, უფროსო, არ ვიცი, მართლა ყოჩა. დედას გეფიცები არ ველოდი, ხო არ გადავ. მე ელოდი გაფიცებ. წავიდეთ, ეხლა ცოტა დროს წაგართვოთ, კარგი? ეხლა შევალთ მაღაზიაში. ერთ წუთში რასაც აიღებ, ყველაფერს ვგიყიდი. მაგრამ მე ბარაძე მაქვს ზღვარი. თუ იმ ზღვარს გადაცდა, ჩაიწვება. და ამავდროულად რაც გინდათ, მაინც ის აიღეთ, რა საჭმელი იქნება, საკვები იქნება. ერთ წუთში უნდა ერთ წუთში, ხო, ეხლა ჩვენ შევალთ, წამზე ჩავთავ და ეგრევე რა. წავიდა. მალე უფროსო, მალე წავედი. მალე უფროსო, მალე ცოტა დრო გვაქვს. მალე. ჩააგდე. ყვერცხი არ გინდა? არ ავიღე. აიღე? კიდე აიღე. მალე 10 წამი დარჩა, მალე უფროსო. მიდი რამე კიდე რძე. ეგ არის, სო. კიდე რამე გინდა? აი, სიმკალს ავიღე. მიდი. ეგ არის. წუთი და 12 წამი. ანუ ეხლა ვნახოთ ხო არ გადაცდა ზღვარს რა. 158, ანუ სადღაც 150 ლარი რა. რა თხარ? დადასტურებულია? ეგ არის. დადასტურდა. მადლობა. გამოგვივიდა 150 ლარი. ეხლა ვნახოთ რას მოიგებდი, თუ და შენ გადაგხიკე. არ არის აქ. 0.15 0.2 და აი ვერაფერსაც ვერ იგებდი უფროსო. ვერაფერს ვერ იგებდი და ეხლა მოვიგე. ეხლა მოიგე. აბა ერთ წარმატებებს გისურვებთ. ტაქსი გამოგიძახებ და ეგ არის რა. ერთი შენ. გვიახლოვდება ვალენტინობის დღე და ჯერ არ იცი რა უნდა აჩუქო შენ საყვარელ ადამიანს. ან შეიძლება შენი საყვარელი ადამიანი სულაც არ ცხოვრობს საქართველოში და ცხოვრობს სხვა ქალაქში. ეგეც არ არის პრობლემა. Flow Wow თანამშრომლობს 1200-ზე მეტ ქალაქში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქვთ ყვავილები, თაიგულები, სათამაშოები, ხელნაკეთი აქსესუარები. მოკლედ, ყველაფერი, რაც კი არის შესაძლებელი იმისათვის, რომ ადამიანს აჩუქო, თითქმის ყველაფერი აქვთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი პრომოკოდი XENSUS, რომელზეც გექნება 15%-იანი ფასდაკ, რაც ძალიან მაგარია ჩემი აზრით. როგორც ვამბობ, ისე ვიტყვი რა, არ მინდა ეს რობოტული ბაზარი რა. ამ QR კოდის მეშვეობით შეგიძლიათ გადმოიწეროთ აპლიკაცია, რომელიც უფრო გაგიმარტივებს იმ საკითხებს, რომელიც გინდათ რომ შეასრულოთ. ასე რომ, ყველანაირ კომფორტს გიქმნის Flow Wow. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენ. პაპა, ეხა უყურე. გაქ არჩევანი რა. ან ირჩევ საჭმელს, ან კიდე აი ამას. ლოტოს ბილეთს, ხო. რომელს აირჩევ? ლოტოს. ლოტოს ბილეთს? კი.
აი, არაფერი, აქაც არაფერი, აქეთაც არაფერი და აქაც არაფერი. ჯობდა საჭმელი აგერჩია, იმიტომ რომ ეხლა მაღაზიაში შევიდოდი და რასაც ხელს დაადებდი ერთ წუთში ყველაფერს გიყიდიდი. გადავწყვიტეთ მეტად მიმზიდველი საჭმელი შეგვეთავაზებინა, რადგან რთული ყოფილიყო მასზე უარის თქმა. გამარჯობა. თქვენთან მაქვს შემოთავაზება. შაურმა ან ლოტოს ბილეთი. რომელს აირჩევთ? შაურმას. სო. ეს თქვენ მაშინ ეხა უყურეთ რა ვშვებით ჩვენ. გცალია თქვენ რო გავიდეთ ეხა სადმე მაღაზიაში და ერთ წუთში, რასაც მაღაზიაში ხელს დაადებთ, ყველაფერს გიყიდით. არა. რატო? მადლობას გიხდი. ანუ ერთ წუთში რასაც ხელს დაადებ მაღაზიაში არა, იმიტომ რომ მთელი ბარგითა ვარ და მთელი იმით ვარ და ვერ წამოვალ. და ჩვენ რომ მოგიტანოთ საჭმელი მაშინ? რა ერთი კაი პარკი გავავსოთ და ისე მოვიტანოთ. ეგრე შეიძლება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ვერ მივხვდი მაინც. და ამისანა გულკეთილობა და რა ხდება? იუთუბერი ვარ. YouTube-ზე ვიღებთ ვიდეოებს და აი ესეთი სახალისო აზრი არის, რომ აი გავახაროთ ადამიანები. გასაგებია. პლუს თქვენ შრომობთ რაღაცა ძალიან. ისე მაინც რაღაცები დაგვაბარეთ თუ გინდათ და არა, მადლობთ. არა, რატო არა? ვერ დაგაბარებ, რა სო, მაშინ კარგი. შევასრულეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი. როგორ გეკადრებოთ, გადავხიკოთ, მაინც ნახოთ. აბა ჯობდა თუ არა აღება რა. მეც მაგას ავიღებდი აუცილებლად. 0 მეც არ ვიცი. მაგრამ აქ ეგრე წერია. გასაგები. 03 და არა. 13. საერთოდ არ არის მოგება. მაგრამ თქვენ მოიგეთ. იმიტომ რომ აირჩიეთ საჭმელი. საჭმელი. დიდი მადლობა მადლობა. მოგხსენეთ ღმერთმა წარმატებები აბა თქვენიც. ჩემი გადაცემები ნახე სახში რომ მიხვალ აუცილებლად. აუცილებლად ნახავ. რას აირჩევთ უფროსო? ლოტოს ბილეთს ან საჭმელი? ჯერესა. არა, ერთი უნდა აირჩიოთ. ან ეს ბილეთი. ამას, სო. მოდი ახლა გადავხიკოთ, კაი. მოგების გარეშე, აქაც არ არის. და 17 თუ 7-იან უნდა იყოს. 03 ვაიმე მეთქი 07-ია. 150 წელი. და აქაც არ არის მოგება. შეიძლება იკითხოთ მარტო კაცებს რატო უღებ თუ ქალები უარდღეუნებიან, არ ვიცი ხალხო რა ხდება, მართლა არ ვიცი. რამდენ ქალთანაც მივედი, რა თქმა უნდა ჯერ ვეკითხები შეიძლება თუ არა გადაღება რა. ეგრევე არ ვადგები ხოლმე. ეგეთი რაღაც არ მაქვს რა, პირიქით ჯერ ვეკითხები და მერე და ქალები ყველა უარს მეუნება, არ ვიცი რატო. პაპა გამარჯობა. შაურმას თუ ლოტოს ბილეთს? ეს მირჩევ. ეს გირჩევნია? კარგი. აბა გენაცვალე ძმო, გამახარე რა. ღმერთს გეფიცები ეგრევე 07-ია, ბიჭო. გენაცვალე ძმო. დაიცა 15. მე-5-ია, ხო? მე-5-ია. 4-ს არაფერი არ ქონდა, აქ 15 ლარი წერია. აქ არაფერი. მოხიკე და მოიგია? ხო და მე-5-ია ძმა, მე-5-ია და აქამდე ვერაფერი ვერ მოიგო ვერავინ. ოღონდ ანუ საჭმელს თავაზობ რა. საჭმელი რო აერჩია ერთ წუთში მაღაზიაში ხელს რასაც დაადებდა ყველაფერს ყიდულობ. მოკლედ პაპა. შეგენაცვალე. მადლობა. გილოცავ რა ვიცი, შაურმასაც შემოგთავაზებ. ესე შენი იყოს, წარმატებებს გისურვებ მოკლედ. მადლობა. მოკლედ, ეხა უყურე, შენ გაქვს არჩევანი, ჩემო ძმაო. ან აირჩიო ლოტოს ბილეთი, ან საჭმელი. რომელს აირჩევ? ტკბილი მეგობრობას. როგორ? ტკბილი მეგობრობას. ტკბილი მეგობრობა თავისთავად. შენ უბრალოდ მითხარი, აქედან რომელს აარჩევ? მოგებას. არა, რომელს აირჩევ? ამას აირჩევ, რომ გადაფხიკო და ნახო, შეიძლება ვაფშე ვერაფერი ვერ მოიგო. თუ საჭმელს აირჩევ? ამას. ბილეთს აირჩევ? ხო. აი, ჯერჯერობით ვერაფერს. მოლებს. 15 ჩემილი თქვია. შენი რიცხვია? ძმაო. საჭმელი უნდა აგერჩია. არ წახვი. არა. მოდი ერთი წუთი ჩემი ძმაო. ჩემო ძმაო. ერთი წუთი. როგორ? აი
ჩემი ოჯახის წევრია და არ გაძლევ უფლებას. მოდი აბა გამარჯობა გოგოებო შეგაწუხებთ 2 წუთი თუ შეიძლება რა თუ წინააღმდეგი ხართ შევწელდები წავალ გაჩნიერად იუთუბერი ვარ ხო და მინდა რაღაც შემოგთავაზოთ რა აირჩიეთ რომელი თქვის პასუხს თქვენ არ ვიცი თქვენ ორი სამი რო იყო სამივე კაი იყო სამი კაი მოკლედ გთავაზობთ ეს რაღაცა საჭმელს ამას ეგრე ნუ უყურებთ საჭმელს ან ლოტოს ბილეთს რა სადაც რა ვიცი შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ მოიგოთ რომელს აირჩევთ რომელი გირჩევნიათ მართლა ან გადაფხიკოთ და ნახოთ ან საჭმელი რა ანუ იცით როგორ ეხლა რადგან სამნი ხართ რა უმეტესობამ გადაწყვიტ ლოტო სო კაი მე რიცხვი ეგ არის შენი მოგება კაია გადაო 0-6-იო ჩემი ეგ 7-იანი რო ვერ გადავაკეთებთ ეხლა მაგითხო 10 რამე ამოდი 14 ნო ერთიაო გადაო თქვენ რო დაგეჯერათ იმ გოგონასთვის და საჭმელი აგერჩიათ მაღაზიაში შეგიყვანდით და სამივე ერთი წუთის განმავლობაში რასაც ხელს დაადებდით მაღაზიაში ყველაფერს გიყიდით ასე რომ აზარს არ უნდა მიყოლოდით საჭმელს ისედაც იყიდიოდა შეხვიდოდი და ერთ წუთში რავი იმენა 1-2 თვის მარაგს ალბათ აავსებდი რა მოკლედ მადლობა ამას ავიღებ წარმატებებს გისურვებთ კარგი დღე კარგად სალამი ძმებო ეს ბიჭებიც აქვე იჯდნენ ხალხო ამ პეტლიჩას გავუკეთებ ჩვენ ზმას Squid Game ჩემი ზმა ეგრევე მიხვდა Squid Game კაი შაურმა გიგიდევთ საჭმელი მაგრამ მოკლედ რა საირჩევთ ძმებო საჭმელი თუ ნუ ლოტოს ბილეთი რა ვიცი რა ლოტარი ის ბიჭო არა გადაწყვიტეთ თქვენ თვითონ ძმებო ორივე ნახე ანუ შენი აზრიც მაინტერესებს მოილაპარაკეთ მე ჩვენ გავალთ თქვენ მოილაპარაკეთ მოშურ აუ შაუმ ჯობი ბიჭო შაუმ ჯობი შაუმ შევჭობთ ხო ჯობია შენ რას ფიქრობ შენ ლოტოს მართლა ლოტო მე რაჭა მივიდა გინდა მე ხო ლოტო ჯობიაო კაი ბიჭები ირჩევენ ლოტოს აუ რა სიმაღლეა 07 წერია ღმერთს ვიცავარ 1 წუთი არ გადავკიკო რა 07 რა დედას ვიცავარ 1 წუთი რა გოგოებო ესენი იგებენ ხო იცით დედას ვიცავარ 07 წერია ვალა არ კაი დელა გადავკიკე მოდი ახლა გადავღე ხო ბევრი ეწეროს გეხვეწები რა სიცოცხლე ბიჭო ნუ მოკლედ 10 ლარი რა ეხა უყურე რო აგერჩიათ საჭმელი მაღაზიაში მიმყავდით და ერთ წუთში რასაც ხელს დაადებთ ყველაფერს ყიდულობ ხო გითხარ ბიჭო აი რავი რა მადლობა ყველას ვინც მიყურეთ რამდენ ლაიქზე ავიდეთ რავი 20,000 მინიმუმ 20,000 და მეორე ნაწილი გამოვა Squid Game-ის უფრო საინტერესო უფრო სხვა ვიდრე ეხლა არის